2007 წლის 7 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამეფის საკათედრო ტაძარში მონარქიის აღდგენის იდეაზე იქადაგა. 1801 წელს თქვენ იცით შეწყდა სამეფო ბაგრატიონთა და აი მის შემდეგ ოცნება იყო ქართველი ხალხისა, რომ აღგვედგინა ეს უძველესი ღვთივკურთხეული დინასტია. მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფლისნება იყოს ყველაფერი, იყოს ნება ღვთისა, რომ საქართველო გაძლიერდეს, საქართველო გამშვიდეს, საქართველო გამთლიანდეს და ღმერთმა ინებოს, რომ თუ ეს იქნება ნება ღვთისა, აღდგეს საქართველოს კონსტიტუციური მონარქია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისაგანა, ამიტომ ღვთის ნება იყოს ჩვენს საქართველოზე. ძირთაგან დავით წინასწარმეტყუელისა აღმოცენებულ ვართ და მის გამო ღმრთისა მიერ ცხებით განეგების მეფობა ჩვენ ბაგრატონთა და ტომნივართ დავით მეფისა და წინასწარმეტყუელისა. ქართლის ცხოვრება. ბაგრატიონთა საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი ქართული დინასტიური გვარია, რომელიც საუკუნეების მანძილზე წინამძღოლობდა ქართველ ერს. ამ საგვარეულოსთან დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მრავალი ბრწყინვალე და მოწამებრივი ფურცელი. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას სამართლიანად უჭირავს ერთ-ერთი საპატიო ადგილი მსოფლიოს ცნობილ დინასტიათა შორის. ბაგრატიონთა გვარის ისტორია ორგანულადაა დაკავშირებული ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან წარსულთან, რასაც ადასტურებენ ხალხური თქმულებები, ძველი ისტორიული წყაროები, ლიტერატურული ძეგლები, ფრესკული მხატვრობა და სხვა. ლეგენდის მიხედვით ქართველი მეფენი მარჯვენა მხარზე არწივის ნიშნით იბადებოდნენ. ამ გამორჩეულობის ერთ-ერთი გამოხატულებაა ბაგრატიონთა სამეფო გვარის ღვთიური წარმომავლობის თეორია. ბაგრატიონთა ისტორიკოს სუმბათ დავითის ძესთან დაცული ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის თეორიით საქართველოს სამეფო გვარი, ბაგრატიონები, ბიბლიური მეფეების იესე, დავით, სოლომონის შთამომავლებად თვლიან თავიანთ თავს. ამიტომაც იწოდებიან იესიან, დავითიან, სოლომონიანებად. ამდენად ისინი მარიამ ღვთისმშობლის პირდაპირ შთამომავლები არიან. აქედან კი გამომდინარეობს მათი კავშირი იესო ქრისტესთან. ვახტანგ მე-6-ს ბაგრატიონთა ნათესაობის წიგნში ქართველი ხალხი განხილული ჰყავს როგორც ბიბლიური ნოეს შვილის იაფეტის შთამომავლები, ხოლო ბაგრატიონები ნოეს უმცროსი შვილის სემისაგან მომდინარედ მიაჩნია. ნათესაობა აქ წარმოდგენილია დაბადების ძირითადი გენეალოგიური ხაზის სახით: ნოე, სემი, აბრაამი, იაკობი, იესე, დავით, მეფე სოლომონი. ბაგრატიონები ამ მამამთავართა და მეფეთა პირდაპირ მემკვიდრეობად არიან გამოცხადებულნი. მაგალითად, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან დავით მე-4 აღმაშენებელი ებრაელთა მეფის დავით 78 შთამომავლად არის მიჩნეული. ბნელ საუკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფეთამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმომდგარმან დავით ღმრთისა მამისაგან და თვით 328 შვილმან ამის დავითისმან დავით. არსებობს სხვა ვერსია, რომლის მიხედვით ბაგრატიონების გვარი მომდინარეობს ძირძველი ქართული მიწიდან სპერიდან, რომელიც მოსახლეობითაც ქართული იყო. დღეს ეს ტერიტორია თურქეთის შემადგენლობაშია, საიდანაც ისინი დამკვიდრდნენ ქართლში, ხოლო მათი განშტოება ბაგრატუნები კი სომხეთში, სადაც ისინი მე-11 საუკუნემდე მეფობდნენ, ხოლო მე-13 საუკუნის 50-იან წლებამდე შეინარჩუნეს
ნომინალურად მეფის ტიტული. კვართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა, წამოიღო ელიოს და მოიღო მცხეთას, მეორე იერუსალიმად წოდებულ ქალაქში. კვართის ფლობას ბაგრატიონები განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს. საქართველოს და სამეფოს სახლი პატრონია ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი სიწმიდისა და ყველა ქრისტიანი ერისა თუ ქვეყნისათვის საოცნებო რელიკვიისა, ქრისტეს კვართისა. ამიტომ მისი ფლობა და ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის თეორია ბაგრატიონთა სამეფო გერბზე წაისახა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით გადაწყდა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 2009 წლის 8 თებერვალს წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ჯვარს დაიწერდნენ სამეფის საკათედრო ტაძარში. თებერვალს თბილისის აეროპორტში უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ძმა დახვდა. მათ, ვინც ვერ შეძლო თბილისში ბაგრატიონთა ჯვრის სერაზე ჩამოსვლა, წერილობით გამოგზავნეს მილოცვა. მადლობას მოგახსენებთ მისი სამეფო უდიდებულესობის დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ჯვრის სერაზე მოწვევისათვის 2009 წლის 8 თებერვალს სამეფის საკათედრო ტაძარში. პატივისცემით მისი უდიდებულესობა მეფე კონსტანტინე, ესპანეთი, მადრიდი, მისი უდიდებულესობა შვედეთის მეფე, მისი უდიდებულესობა იუგოსლავიის პრინცი ალექსანდრი და პრინცესა, მისი უდიდებულესობა ლიხტენშტეინის პრინცი და პრინცესა, მისი უდიდებულესობა დანიის დედოფალი, რუმინეთის მეფე მიხეილი და დედოფალი ანა, მისი უდიდებულესობა ეგვიპტის პრინცი რიფატ იბრაჰიმი. A ver, Roberto García. María del Carmen Pedraza. No ha venido. Raquel García Servio. ¿Qué parfait? Voilà, c'est parfait. Ok, merci. Well, I'm very happy, very happy. Only sorry that my dear ძალიან cousin ბედნიერი ვარ ამ was Georgie ქორწინებით. was not წუხარ რომ ამ alive ბედნიერ anymore. დღეს ვერ მოესწრო ჩემი ბიძაშვილი. Only sorrow. My დედა ჩემი და father გიორგის and მამა Georgie's დაძმები father იყვნენ. were brother and sister. I think it's very important. ფიქრობ, რომ ეს ქორწინება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოჯახებისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ვაპირებ ქართული ენის შესწავლას. ქართულ ეროვნულ ტრადიციებზე გავიზარდე და სისხლით და ხორცით ქართველი. My heart and blood, Georgie, yes, of course. თებერვალს დილიდან დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვაზე დასასწრებად მივიდნენ. ტაძარში, სადაც მათი დიდი წინაპრები განისვენებენ.
რომელსაც მინასამ ზიარება მონარქისა დავითი ისაკერებელა ცოდვათა და ცხოვრება საუკუნე. ატიოსსა და ყოვლადწმიდასა, ხორცსა და სისხლსა, ღვთისმსახურსა და მაწყვერისა ჩვენისა იესო ქრისტესა, ზიარება მწვავალი ღვთისა ანა, ისაკერებელა ცოდვათა და ცხოვრება საუკუნე. სვეტიცხოველში წირვის შემდეგ ანა ბაგრატიონი მისი ოჯახი და ნათესავები დარეჯანის სასახლეში უნდა მისულიყვნენ. შემდეგ კი სამეფის საკათედრო ტაძარში, სადაც მას მამა ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი მიაცილებდა. მონაზვნებს იქაურობა საგულდაგულოდ მოეწყო და სტუმრებს ელოდნენ. უფრო სწორედ კი მასპინძლებს.
I am არადივეულებრივი დახვედრისთვის და გაცილებისთვის. Ponte delante.
და მონახთისა დავითი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა აცდამარადის და უკუნითი უკუნისამდე.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სახელით მე მინდა მიულოცო დავითს და ანას დღევანდელი დღე. მთელი ჩვენი ეკლესიის სახელით, ჩვენი ერის, ჩვენი მრევლის სახელით მე გილოცავთ დღევანდელ დღეს. ისტორიული დღე არის მთელს ჩვენს ქვეყანაში, ისტორიული დღე არის საქართველოში, რადგან ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად ასეთი საზეიმოდ ჩატარდა ჯვრის წერა ჩვენი ბაგრატიონების, ჩვენი მეფეების, შთაომავლების და ჩვენ უდიდეს სიხარულს გრძნობთ დღევანდელ დღეს. ღვთის მადლი არის ჩვენთან და ღვთის მადლით წმინდა დავით აღმაშენებლის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთის მადლი და წყალობა გფარავდეთ ყოველსა დღესა. ღმერთმა დაგლოცოთ. მონარქიის აღდგენა უფლისნებაა. დღეს კი ბაგრატიონთა ორი უძველესი შტო გაერთიანდა და როგორც პატრიარქი ამბობს, ბოროტი ხობს, ხოლო უფალი აერთია.